იმ დროს, როდესაც ევროპული ავტომწარმოებლები მთლადძლიერად ვერ გამოიყურებიან და ბაზარზე პოზიციებს კარგავენ, წინ და წინ მიიწევს ჩინური ტიტანი BYD, რომელიც გაცდა უკვე თავისი ქვეყნის საზღვრებს, დაიწყო მეზობელი ქვეყნების დაპყრობა, ევროპაში შევიდა, ბრიტანეთში მგონი საერთოდ ყველა ავტომობილი უკვე BYD-ია, ერთი ამერიკაში ვერ შედის იქაც, იმიტომ რომ პოლიტიკური ნება არ არის ამისი, არადა რომ შევიდა ის იქაურობასაც. და მე მგონი ვერ არჩევა იმ შავსიაშიც შევიდა ხო უკვე პენტაგონის და საერთოდ გამორიცხული ამბავია იქ დიდად პოზიციების გამყარება, მაგრამ აი ამ მცირე გამოწვევის მიუხედავად, მოკლედ BYD-ის თავმჯდომარე, ანუ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირი, ვან ჩუანპუ აცხადებს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში BYD აპირებს შეუძლებელს და ის გახდება პლანეტის ნომერ 1 ავტომწარმოებელი კომპანია. ანუ გადაასწრებს ის ყველას. გადაასწრებაში გულისხმობ მაგალითად Honda-ს, მაგალითად Mercedes-ის ჯგუფს, BMW-ს ჯგუფს, Volkswagen ჯგუფს, რომელიც 10-მდე ბრენდს აერთიანებს და მთავარ ტიტანს Toyota-საც კი გადაასწრებს BYD და ის გაყიდის. გადაასწროს ხარისხის ამბავი არ ვიცი, ალბათ დროსთან ერთად უკვე ხარისხი. რაოდენობით ჩინელებს რომ შეუძლიათ. აი რაოდენობაზე აქვს სწორება და ფიქრობენ რომ რაოდენობით ისინი გაყიდიან უფრო მეტ ავტომობილს, ვიდრე ამას ახერხებს Toyota. Toyota, რომელიც ამ შედეგს ამ რეპუტაციას, ამ ნდობას აშენებდა 10 წელიწადების განმავლობაში, თითქმის 30 წელიწადია Toyota ამ ბაზარზე დომინირებს, ახლოსაც კი არ ყოფილა არავინ რომ Toyota ჩამოეგდო ტახტიდან და ჰიბრიდები როცა Toyota-მ გამოუშვა თავისი ჰიბრიდი. Toyota-მ შექმნა ფაქტობრივად ეს ინდუსტრია და დღეს მოდის BYD და აცხადებს რომ ის ამ ტახტს თავად დაიკავებს. მიზეზი არის ორგვარი. პირველი არის ჩინეთის როგორც სახელმწიფოს დახმარება ამ კომპანიის და ზოგადად ამ ინდუსტრიის მიმართ, ის სუბსიდიები ჰაერში არ გაუსროლიათ, გამოადგათ რეალურად და ამას ისიც ემატება, რომ BYD უკვე არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ტექნოლოგიური ავტოსაწარმო დედამიწაზე, სწორედ აი ამ სუბსიდიების ხარჯზე მათ აქვთ მოწინავე ბატარეების ტექნოლოგიები, ერთ-ერთი საუკეთესო ბატარეებს ქონია რეალურად, ეს თავად ბატარეის წარმოებელი კომპანია, რომელსაც ავტომობილების წარმოება შემდეგ დაიწყო და ამიტომაც კარგად გამოსდით ეგ, ასევე აქვთ განვითარებული როგორც ultra IAP ფასიანი ავტომობილების მიმართულება, რაღაც $10,000-ზე იაფადაც კი შეიძლება ჩინეთში BYD-ის ბიუჯეტური ავტომობილის ყიდვა და ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ თითქმის $300,000-იანი ჰიპერქარით, რომელსაც ასევე BYD აწარმოებს, ამიტომაც ეს ასე ვთქვათ მრავალფეროვნება და პორტფელი იმდენად ყველას გემოვნებას ერგება, რომ ნამდვილად ყველანაირი ტიპის მომხმარებლის დაკმაყოფილება შეუძლია მას. თან ბოლო პერიოდში ისინი სრულად გაფართოებული არიან აგრესიულად ბაზრებზე შესვლაზე, მინიმალური მოგების მარჟით ოპერირებს კომპანია, რათა როგორმე წაართვას ყველას ბაზარი და თუ ის ამას მოახერხებს, ერთი კონკურენტი თუ გაკოტრდება, მეორე თუ გავა, მესამე თუ რაღაცნაირად მარკეტინგის ხარჯებს შეამცირებს, ბოლოს თვითონ დარჩება და ეგ არის და ეგ ასე ხდება ზოგადად ბაზრის დაპყრობა ასეთი ტიპის ინდუსტრიებში და ამისი სურვილიც აქვთ ინვესტორებიც გვერდით უდგანან და რაც თავარი არის სახელმწიფო დონეზე პოლიტიკური ნება, მწვანე შუქი ანთებული აქვთ ჩინეთის მმართველი ხელისუფლების მხრიდან და ალბათ BYD იზამს ყველაფერს იმისათვის, რომ Toyota მართლა ჩამოაგდოს ტახტიდან და დაიკავოს პირველი ადგილი და რა დროს მოვესწრებით მოკლედ Toyota-ს ნაცვლად უკვე ყველგან, ყველა ქუჩაზე, ყველა მოსახლეში თუ ყველა გზაჯვარედინზე ვიხილავთ ალბათ BYD-ის ავტომობილებს. მაგრამ მე არ მგონია Sanae Takaichi ის პოლიტიკური ლიდერი იაპონიის, რომელიც ასე გაღიმებული შეხედავს როგორ ჩამოუგდება არც აკიო Toyota ის კაცი რომ ვინმეს რამე დაუწმოს. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ იმას, რომ თუ ერთი სახელმწიფო არის ჩართული, მეორეც თავის საოცრად გაიგებს.